მორიგი წინასაარჩევნო შეხვედრა ქართული ოცნების მერობის კანდიდატმა ბათუმის სპორტში დასაქმებულებთან გამართა. გიორგი ერმაკოვმა დასაქმებულებს საარჩევნო პროგრამა გააცნო და დასმულ შეკითხვებსაც უპასუხა. ამ მომრჩევლების ინტერესი აქ ძირითადად ინფრასტრუქტურული პროექტებს შეეხო. გიორგი ერმაკოვი ამ მომრჩევლებს ქალაქის ურბანულ განვითარებაზე, ჭაობის დასახლებასა და ქალაქთან შემოერთებულ ტერიტორიებზე შესასრულებელი სამუშაოების, ხელმისაწვდომი ჯანდაცვისა და ახალგაზრდების განათლების ხელშეწყობის ირგვლივ ესაუბრა. აღნიშნა, რომ გამარჯვების შემთხვევაში შეჭირვებული მოქალაქეებისათვის საბინაო ფონდის შექმნაზე იმუშავებს. ვაწუხებს გზის რეაბილიტაცია, როდის იქნება დაწყებული და ქალაქის მერის კანდიდატმა დააკვირდა, რომ უახლოეს პერიოდში ზაფხულში ამ ზაფხულს დაიწყება ამ ქუჩების რეაბილიტაცია. იქ მოსაწესრიგებელია კანალიზაცია და სხვა სისტემები და ალბათ დროულად შეკეთება ეს ყველაფერი. პორტი ძალიან დიდი სტრუქტურული დანაყოფია მთლიანად და ქალაქის ყველა უბნის მაცხოვრებელი თავს აქ იყრის, ამიტომ ყველა უბნებიდან არიან, ყველას თავისებურად ეს პრობლემები აწუხებს. იგივე ჭაობის საკითხი იყო, საუბრობდით რეაბილიტაციაზე, დასახლებული უბნის მაცხოვრებელიც იყო, აუხსენი კიდევ ერთხელ, რას ვაკეთებთ ამასთან მიმართებაში და რა პროექტების განხორციელებას ვაპირებთ. ამიტომ ჩვეულებრივად ისევ წინასაარჩევნო შეხვედრა იყო უფრო პრობლემებთან დაკავშირებული და იმ პროგრამასთან დაკავშირებული, რაც ჩვენ გვაქვს.